ვიდეოში გაიგებთ მეტს ორი ტიპის ინსულინის შესახებ. ჰორმონი ინსულინი ეხმარება უჯრედებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვაში. გლუკოზა უჯრედში ენერგიად გარდაიქმნება. ინსულინის შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც გასაღები, რომელიც აღებს უჯრედის კარს. ინსულინს პანკრეასი გამოიმუშავებს. პანკრეასი მუშაობს როგორც ონკანი. ჯანსაღი პანკრეასი ინსულინს წარმოქმნის მუდმივად, წვეტ-წვეტად, მცირე რაოდენობით. საჭიროების შემთხვევაში კი შეუძლია დიდი რაოდენობით ინსულინის ძალიან სწრაფად გამოყოფა. ეს ონკანი სრულად მოშვებას გავს. დიაბეტი ტიპი 1-ის დროს პანკრეასი წყვეტს ინსულინის წარმოქმნას, რაც ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებს იძულებულს ხდის სპეციალური ნემსით შეიყვანონ ინსულინი ორგანიზმში, რაც ნამდვილი პანკრეასის ფუნქციის იმიტაციას ქმნის. დიაბეტის მართვისთვის გამოიყენება ორი ტიპის ინსულინი, ერთი ხანგრძლივად მოქმედების და მეორე სწრაფად მოქმედი. თქვენ ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რაში გვჭირდება ორი სახის ინსულინი. ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი ასრულებს პანკრეასის მიერ ინსულინის ნელ-ნელა გამოყოფის ფუნქციას. იფიქრეთ, რა პროცესები მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში ჩვენს სხეულში. ორგანიზმს ყოველთვის სჭირდება ენერგია. მაშინაც კი, როცა გვძინავს, ჩვენი ფილტვები, გული და ტვინი შეუსვენებლად აგრძელებენ მუშაობას და არასდროს ჩერდებიან. ამისათვის არის საჭირო ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი, რომელიც ინიშნება დღეში ერთხელ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად საღამოს 7 საათზე. ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი 24 საათის განმავლობაში რჩება ორგანიზმში, მუშაობს მთელი დღის განმავლობაში, რათა საკმარისი რაოდენობის გლუკოზა შეიწოვოს უჯრედებმა ენერგიის წარმოსაქმნელად, რაც საჭიროა ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად. განსხვავებულად მუშაობს სწრაფი მოქმედების ინსულინი, რომელიც ასრულებს პანკრეასის ონკანის ფუნქციას, სწრაფად ზრდის ინსულინის დონეს სისხლში. ისევ დაფიქრდით, რა პროცესები მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში ჩვენს ორგანიზმში. ჩვენ უკვე ვნახეთ თუ როგორ მუშაობს ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი. სისხლში რჩება 24 საათის განმავლობაში, რათა დაეხმაროს უჯრედებს საკმარისი რაოდენობით გლუკოზის შეწოვაში და ენერგიის წარმოქმნაში. რაც შეეხება სწრაფად მოქმედ ინსულინს, რაში გვჭირდება ის? მაგალითისთვის ავიღოთ საუზმე. როცა ჩვენ საკვებით ვილებთ ნახშირწყლებს, სისხლში გლუკოზის დონე იმატებს. ამიტომ ჭამის წინ უნდა მივიღოთ საჭირო რაოდენობით ინსულინი, რათა სისხლში შევინარჩუნოთ ინსულინის ნორმალური დონე. სწორედ ამ დროს გამოიყენება სწრაფად მოქმედი ინსულინი, რათა სწრაფად მოხდეს დიდი რაოდენობით გლუკოზის უჯრედებში გადანაწილება და სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნება. ამას საკვებით მიღებული ნახშირწყლების მოხმარება ეწოდება. სწრაფად მოქმედი ინსულინის მისაღები დოზა განსხვავებულია ყოველი კვების წინ, რადგან ის დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის დონეზე და საკვებში არსებული ნახშირწყლების რაოდენობაზე. სწრაფად მოქმედი ინსულინი ასევე გამოიყენება სისხლში გლუკოზის მაღალი დონის შესამცირებლად. მაშინაც კი, როცა საკვებს არ ვიღებთ, მაგალითად ძილის წინ, თუ სისხლში გლუკოზის დონე მაღალია და საჭიროა ნორმალურ მაჩვენებლამდე დავიყვანოთ, ამაში სწრაფად მოქმედი ინსულინი დაგვეხმარება. დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის ყოველდღიურად საჭიროა ორივე ტიპის ინსულინი, რათა დავაბალანსოთ სისხლში გლუკოზის დონე. ინსულინი ხელმისაწვდომია მინის ბოთლში, რომელსაც ფლაკონი ეწოდება. მისი გაკეთება მხოლოდ სპეციალური შპრიცით არის შესაძლებელი. ინსულინი იზომება ერთეულებში, როგორც ფლაკონზე, ასევე სპეციალურ შპრიცზე მითითებულია ერთეულები. ეს ნიშნულები დაგვეხმარება ყოველთვის სწორად გავზომოთ ინსულინის დოზა. ახლა ალბათ ფიქრობთ, თუ რატომ არ შეიძლება ინსულინის აბის სახით მიღება. ინსულინი არის ისეთივე ცილა, როგორიც არის ხორცის თევზის კვერცხის შემადგენლობაში. თუ ინსულინს აბის სახით მივიღებთ, ის საჭმლის მომნელებელ სისტემაში დაიშლება, როგორც სხვა ცილები და თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. თუ ინსულინს ისევ შევადარებთ გასაღებს, ის კუჭში როგორც ცილა ისე დაიშლება, ვეღარ შეძლებს უჯრედის კარის გაღებას. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ინსულინის ორი ტიპის შესახებ, გთხოვთ მიმართოთ დიაბეტის მკურნალთა ჯგუფს. ვიდეოს მოსამზადებლად გამოყენებული იქნა ფენიქსის ბავშვთა ჰოსპიტალის მასალა.